გოგა აფციაურ შევეხმიანო ჩვენს კოლეგას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში მუშაობს. წლების განმავლობაში რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გორში, შიდა ქართლში, ცხინვალის რეგიონის პრობლემებს შემთხვევით არ ვამბობ ამას, იმიტომ რომ გოგა წლების განმავლობაში ფაქტობრივად ერთ-ერთი წყალროა ჩვენთვის აი ამ ოკუპირებულ საზღვარს მიღმა არსებული სიტუაციის თაობაზე გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად. მაინც გოგა არის ის იშვიათი ჟურნალისტი, რომელიც ახერხებს თავისი წყაროები შეინარჩუნოს წლების განმავლობაში, მათ შორის რთულ რეჟიმში მცხოვრები, იქ მცხოვრები საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის ეთნიკურად ოსებთანაც და აი ამ უზარმაზარი გამოცდილების გამოყენებით ის ახერხებს ძალიან საინტერესო მასალების მომზადებას. გოგას როცა ვაძლევს სიტყვას, რაღაც ორმაგი განცდის შეგრძნება მაქვს რადიო თავისუფლების გარშემო არსებული გაუგებრობის გამოც და აქვე კიდევ ერთხელ მინდა ჩემი და ჩემი კოლეგების მხარდაჭერა, მადლიერება გამოვხატო ამ სამსახურის მუშაობის მისი თანამშრომლების პროფესიონალიზმის მიმართ. გოგა, გითხარი როგორია შენი განწყობა ქართული ჟურნალისტიკის დღეს? საღამოშიდობის გიორგი, მივესალმები კოლეგებს სტუდიაში და თქვენი სტუდიის მიღმაც, განსაკუთრებით იმ კოლეგებს, რომლებიც აი სინდისისა და გულის ხმით არიან ამ პროფესიაში. ხო, რთული ურთულესი პერიოდის გავლა გვიწევს. ძალიან ჟურნალისტიკაში ვარ და მე ასეთი რთული ეპოქა პერიოდი არ მახსენდება. პირველი შემთხვევა, ახლა ჩემ თავზე რომ გითხრათ, პირველი შემთხვევა, როდესაც აი ამ დღეს 21 მარტს ჟურნალისტიკის დღეს არ მუშაობ და ეს როგორც გლობალური, ისე აი ლოკალური ამბებით არის გამოწვეული, თქვენ სახსენით რადიო თავისუფლების ეს ამბავი და ხო, ურთულესი გზის გავლა გვიწევს ყველას ერთად და ჩემთვის ყველაზე გულსატკენი, ყველაზე როგორ გითხრათ, პრობლემური და გულის ტკივილის გამოხატველი ის არის და გული მტკივა იმაზე, რომ თქვათ, რამდენიმე თვის წინ, შეიძლება წლების წინ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ იგივეს, რასაც ახლა თქვენ ამბობთ, გიორგი, რომ ინფორმაციას შენგან ვიღებთ კონფლიქტის ზონიდან, შენგან ვიგებთ რა ხდება, თქვათ, ცხინვალის რეგიონში, რა ხდება ოკუპაციის ხაზთან, იქ როგორ ცხოვრობს მოსახლეობა. აი როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რაღაც რადიო თავისუფლება იხურება და პრობლემები აქვს და ასე შემდეგ, მე ვნახე ამ ადამიანების განწყობები და იმის გაცხადება, რომ რა საჭიროა ეს კონტროლად განწყობილი რადიო და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ორმაგი სტანდარტი, რომ ერთ დღეს რაღაცნაირად გისმენენ მე შენს ინფორმაციაზე დაყრდნობით რაღაც თვითონ ავრცელებენ ინფორმაციას და თავარი წყარო ხარ, ასე ვთქვათ, ამ ადამიანებისთვის და უცებ ხდება ისე, რომ თურმე მტერი ყოფილხარ და თურმე დიდ სიხარულს ანიჭებთ ის, რომ რადიო თავისუფლება აღარ იქნება, ან ვეღარ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით რა ვიცი, უძლებთ ვართ ამ პროფესიაში და ვცდილობთ, რომ საზოგადოების აი ეს ინფორმირებულობის ხარისხი ასე თუ ისე დავაკმაყოფილოთ. მიუხედავად ამდენი გამოწვევისა, მიუხედავად ამდენი პრობლემისა. გოგა, ხო, კი ბატონო. განაგრძე რაღაცა ამბობდი და შემდეგ კითხვას დაგისვა. ხო, კიდევ ის არის ყველაზე გულსატკენი, რომ როგორ შეიძლება აი ამ პოლარიზებულ საზოგადოებაში ადამიანებს უხაროდეთ ციხეში მყოფი ჟურნალისტი, ხო, მზიას გულისხმობ, ნაცემი ჟურნალისტი, ხო, გურამია თქვენთან სტუდიაში. როგორ შეიძლება ეს გურიდეს რაღაც სიამოვნებას და თანაგრძნობას არ იწევდეს, ხო? ბოლოს და ბოლოს ადამიანები ვარ და სუფრაზე ვაჟა-ფშაველა და სადღეგრძელოს ვამბობ, ხო, ყველაზე დიდი ჰუმანისტი სადღეგრძელოს და შემდეგ უკვე არსებითაც სხვანაირად ვიქცევით, ხო? და აი ამ ბოლო პერიოდში, როცა ეს პრობლემები შეიქმნა ჩვენთან რადიო თავისუფლებაში, სულ ფიქრობ იმაზე, რომ ჩვენც ხომ არ დავაკელით რაღაცა საზოგადოებას, აი ამ საზოგადოებას, რომელიც ასე მტრულად განეწყო თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. გულისხმობ რას? გულისხმობ იმას, რომ ჩვენ რამდენად მივიტანეთ მათთან ცნობიერება, რამდენად გავზარდეთ მათი ცნობიერება ზოგადად ჟურნალისტიკის მიმართ, ზოგადად ამ პროფესიის მიმართ. რამდენად აუხსენით ჩვენ მათ
რომ არა ეს პროფესია საქართველოს როგორც სახელმწიფო, როგორც დამოუკიდებელი, როგორც თავისუფალი სახელმწიფო 90-იანი წლების შემდეგ ვერ დაიბადებოდა. შეუძლებელია საქართველოს იყოს განვითარებული, დემოკრატიული და იმ ფასეულებების, იმ ღირებულებების ერთგული, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და რაღაცა ოაზისები ჯერ კიდევ არის ამ სახელმწიფოში, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარეშე ეს ვერ იარსებებდა და დავემსგავსებოდით ჩრდილოეთ კორეას. აი ეს ცნობიერება რამდენად მივიტანეთ მეთქი. აი ამაზე ვფიქრობ ხშირ შემთხვევაში. მე ყოველთვის მავოცებს ხოლმე აი შენი თვითგანცდის და თვით კრიტიკულობის რესურსი, ხო? აი სხვა შორის ეს არის დამახასიათებელი პროფესიონალებისათვის, რომლებიც ყოველთვის მათ შორის წარმოქმნილ პრობლემებში საკუთარ წილს პასუხისმგებლობისას ეძებენ და წინა პლანზე წამოწევენ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა მართლაც მიუხედავად ქართული ჟურნალისტიკის სხვადასხვა თაობებისა, დღევანდელის პროფესიული ნაკლოვანებებისა, ამ მხრივ ჩვენ რო შეგვიძლია ერთმანეთის სტანდარტებთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნების ჩამოთვლა, ბევრ სხვას გაუჭირდება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მართლაც ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობს და ჩვენ ვართ რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი სამიზნე, როგორც მთავარი ფილტრი, მნიშვნელოვანი ფილტრი სიბნელესა და სინათლეს შორის, რომ სინათლე აღწევდეს ადამიანებთან და აქ თავისთავად ცხადია, ვერ ვიტყვი რომ თავზემო ძალა არ არის, მე მგონია რომ ქართულმა მედიამ ამ წლების განმავლობაში თავს ზემო ძალად აჩვენა და ახლაც აჩვენებს და ამის გამოხატულება ხარ მათ შორის შენ და ის საქმიანობა, რომელსაც ეწევი კონფლიქტის ზონაში წლების განმავლობაში. ბოლო სიტყვას მოგცემ და დაგემშვიდობებ. ხო არა, მიუხედავად ეს განწყობისა, რომელიც ამ დღეს ჟურნალისტიკის დღეს მაქვს, მინდა რომ შევინარჩუნო ოპტიმიზმი, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიები, სამოქალაქო ჟურნალისტიკა მაგალითად არ ვსაუბრობ ეთიკურ ჟურნალისტიკას, სამოქალაქო ჟურნალისტიკა ყველას გვიჭირავს ხელში ტელეფონი და ყველა ცდილობს რომ რაღაცნაირად ნებისმიერი მოვლენა ასახოს. გასაგები აქ შეიძლება პროფესიონალიზმი ნაკლები იყოს, მაგრამ არაფერი არ დაიმალება. სატკივარი თავის თავს არ დამალავს, ის მაინც ამოვა ზედაპირზე. უბრალოდ პრობლემა ის იქნება, რომ აი ხა ჩემი კოლეგები სტუდიაში ვიდრე შემოვიდოდი ეთერში მესმოდა მათი გულის ტკივილი, ხო, პროფესიონალ ჟურნალისტთან მისასვლელი აღარ იქნება, უბრალოდ აღარ დარჩება ოაზისი, სადაც მათ პრობლემას ეთიკურად, მაღალ პროფესიულ დონეზე გააშუქებენ. თორემ ავტოსაგზაო შემთხვევა იქნება, მიტინგი იქნება, გამოსვლა იქნება, დემონსტრაცია იქნება, ყველას ხელში ტელეფონი უჭირავს და ყველა რაღაცას აშუქებს, ხო? ყველა ჟურნალისტად იქცა, მაგრამ დეფიციტი იქნება პროფესიონალური ჟურნალისტიკის, მაღალ კვალიფიციური ჟურნალისტიკისა და აი ამაზე მტკივა გული, რომ საზოგადოება და ის ნაწილი, რომელიც ეხლა რაღაცა მტრებად აღგვიქვავს, ის უნდა მიხვდეს, რომ კარგი ქენი რომ სიტყვა ნაწილი ახსენე. აქამდე საზოგადოებაზე ლაპარაკობდი, რაც რა თქმა უნდა არის, თავადაც კარგად გესმის, რომ მართალი საზოგადოების დიდი ნაწილი გულშემატკივარი არის კი არა. ბევრს აკეთებს იმისთვის, შეიძლება კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რომ თავისუფალი მედია საქართველოში გადარჩეს და მათ შორის რადიო თავისუფლებამ გააგრძელოს თავისი მუშაობა. გოგა, ძალიან დიდი მადლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ და ეს პრობლემები რაც გვაქვს დაგვეძლიოს და რა ვიცი ჩვენი საქმე რა რითიც დავიწყენით დავასრულებ რა სინდისი და გულის კარნახი. კი, სინდისი აუცილებელია ჩვენ საქმეში, მაგრამ გულიც რა, გული უნდა მოგდებდეს და შინაგანი ემოციაც, რომ აი ამ საქმის ერთგული და შეყვარებული იყო ამ საქმეზე და გამოვა, რა ვიცი, გადავლახავთ ალბათ, იმიტომ რომ ამაზე რთული ომი გაგვივლია ბოლოს და ბოლოს, ხო? ომში ყოფილ ვართ და აგერ გურამი იყო თქვენ სტუდიაშია და ომში იყო და ეს უფრო რთული ომია კი, სადაც მტერი იმდენად გაბუნდოვანებული არის. შენ როგორია რომ პირიქით შენი მოყვარია, ის ზურგში გირტყავს ისე როგორც გურამს დაარტყეს. იქ მას პერს როგორც ასეც ბომბის და ტანკის ეგეთ სიტუაციებში ჩვენ თავობა ყოველ შემთხვევაში ხშირად ყოფილვართ გოგა და რთული იყო ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი დაუკარგეთ ასეთ ომებში ზუსტად, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ აღარ გვინდა რომ მსგავსი რა მოდესმე გამეორდეს და არ გვინდა ის სიმწარე ვიწვნიოთ, რაც თუნდაც გურამმა თავის თავზე იწვნია, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს.